საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ძალიან მნიშვნელოვან თემებზე მინდა რამოდენიმე თემა შევეხო და იმედია გააზიარებთ ყველა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა. ერისდარაზმისთვის აუცილებელია რომ ყველა მაქსიმალურად გააზიაროთ. ეხლა მე დავიწყებ თხრობას, თავარია ვინმე დავინახო რომ შემოვიდეს. იმედია პრობლემა არ გვაქვს. მეგობრებო, ეს დღეები მიწევს რამდენჯერმე მოგვიწია ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანების საინიციატივო ჯგუფის წევრებს მისვლა იუსტიციის სახლში. ჩვენ ვაკეთებთ ფონდს გაერთიანებისთვის და აი ძალიან მინდა გითხრათ პირდაპირ რომ ნეტავი ჩემი თვალით არ მენახა, ძალიან დამთრგუნველია ის რაც მე ვნახე აი ამ 2-3 მისვლით იქ რაც ხდება იუსტიციის სახლში. ჩვენ ყველა ვხედავთ რომ როგორი მოძალება თვითონ აი ქუჩაშიც ხდებათ ალბათ ხო, მეტროში, ტრანსპორტში ყველგან რამდენი არაა ქართველი არის შემოსული. მაგრამ ის რაც ვნახე მე იუსტიციის სახლში, ეს აი ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და ამავე დროს ეს არის ძალიან სახიფათო. დაახლოებით 70% არაქართველი შავი ხალხი შემოდის იქ. რას აკეთებენ ისინი იქ? ძირითადად ისინი იფორმებენ მიწებს, იფორმებენ ბინებს, იღებენ ბინადრობის მოწმობებს და აი ეს ხელისუფლება კიდევ ასწრებს და აშენებს კორპუსებს. რა თქმა უნდა, იქ ქართველი ბინას ვეღარ ყიდულობს, ძირითადად ესენი არიან არაბები, ინდოელები, ჩინელები, ირანელები, 1000 ჯურის ეს ხალხი შემოდის, 10,000-ობით შემოდის, მინდა გითხრათ ყოველთვე უცხოელი. და ყველაზე სავალალო ის არის, ჩვენ ბერჯელ გვითქვია რომ აი ამის ფონზე პირიქით ქართველი გარბის ქვეყნიდან და ვაიმართლა ამ მთავრობას და ამ რეჟიმს რომ აი სულ ახლახანს კიდევ გავიმეორებ ჭიათურაში 3500 ოჯახი დატოვეს უმუშევარი და რა თქმა უნდა ისინიც გაიქცევიან. მე მინდა პირდაპირ გითხრათ მეგობრებო, ყოველ საათს, ყოველ დღე ძიმდება ჩვენი ერის დემოგრაფიული მდგომარეობა. სიტუაცია არის კრიტიკული, ჩვენ კარგავთ სამშობლოს. და თქვენ არ გეგონოთ რომ ეს რაღაც შემთხვევითია, ეს ხალხი საიდან შემოდიან. ეს კეთდება მიზანმიმართულად, გეგმა არსებობს რომ 10% უნდა დარჩეს ქართველი ქვეყანაში, რომ მას არ კონდეს არავითარი პრეტენზია ამ ქვეყანაზე და ეს არის ნამდვილად აი ამისი დოკუმენტურად დასაბუთებაც კი შეგვიძლია. და საქმე კიდე ხელის გულზეა, ხო, ხედავთ ყველანი რაც ხდება. გარშემო მთლიანად მთელი თბილისი უკვე არაბებს აქვთ ნაყიდი ეს მიწები. თქვენ იცით რომ ალაზნისველი და კახეთში რა ამბავი ინდოელებია შესეული. ბაზალეთის ტბაზე და აღარ მინდა ჩამოთვალო ეს საუცხოო მიწები აჭარაში თუ ყველგან, ესე იგი არაბები არიან შესეულები, ჩინელები, ტყეები, მდინარეები. უმძიმესი სიტუაციაა მეგობრებო და რაღაცაერთ ალხეინა მდგომარეობაშია ქართველი ხალხი. ძალიან ცოტა დრო გვაქვს დარჩენილი და ეს არის აი საგანგაშო ვითარება. მე ახლა არავის არ ვაშინებ, მაგრამ ჩვენ შეიძლება კონდეს დარჩენილი მხოლოდ და მხოლოდ 2 წელი რომ კიდევ გადავარჩინოთ ეს ქვეყანა. ჩვენ ამიტომ შევქმნით აი ეს გაერთიანება, ეს კრიტიკულ მომენტში ამიტომ ქნით და ამიტომ
მოგმართავთ, რომ ეს არ არის პარტია, ჩვენ არ გვაინტერესებს არანაირი პარტია და არანაირი თანამდებობები. რა დროს თანამდებობაზე ფიქრია ქვეყანა გვეცლება ხელიდან. არავინ არ არის ჩვენ ინტერი, არ გვაინტერესებს ჩვენ არც ხოცი, არც ნაცი, ჩვენ გვაინტერესებს ჩვენი სამშობლოს გადარჩენა. ქართველებისთვის, რომ აი ის გეგმა არ იმას ქნას ახდეს,